ბაჰარი. ელფინ, შემომხედე. როგორ გამოვიყურები? იმედია გამოდგება. ლურჯი კაბაც მაქვს, მაგრამ ეს ჯობს არა. დეიდა ბრწყინვალე ყელსაბამი შენს მკაცრ სტილს სრულყოფს. თუმცა რა მნიშვნელობა აქვს? ჩვენ ხომ არ ვართ მაღალი საზოგადოებიდან. დემირ, გამარჯობა. როგორ გამოვიყურები? საჩქაროდ გვიწევს მომზადება. იმედია მოვასწრებთ. მოვასწრებთ, დეიდა, ნუ ღელავ. წავალ, თვალებს შევიხებავ. ძამიკო. აისუნთან ყალბი ურთიერთობის აუცილებლობა გასაგებია, მაგრამ ნიშნობა ხომ მეტისმეტია. ეს როგორ დაუშვი? რადგან დავუშვი, ესე იგი ამის მიზეზიც მქონდა. ჯერ კიდევ მჭირდება აისუნთან თამაში, რომ საძაგლობა აღარ ჩაიდინოს. ეს არის და ეს. როგორ ჩანს რაღაც გაარკვიე. ნამდვილად. რაღაცები გავარკვიე, მაგრამ ეს საიდუმლოდ დარჩეს. მხოლოდ მომენტე, კარგი? კარგი, როგორც იტყვი. ელფინ? ავად გახდი? ხომ გაგაფრთხილე, რატომ არ დამიჯერე? რატომ? ეს მხოლოდ გაციებაა, ძამიკო. სერიოზული არაფერია. ეს ძალიან სერიოზულია, ელფინ. თული ავადმყოფობა გადაიტანე და ბუნებრივია, შენი ავად გახდომა მაფორიაქებს საყვარელო. ძალიან გთხოვ, ელფინ. თავს გაუფრთხილდი, გულს ნუ მადგენ. კარგი. ზამოდი მოიმზადე. ვერ ვიჯერებ, რომ თქვენს ნიშნებას უნდა ვუყურო. რა სისულელია? აიცუნის მული უნდა გავხდე? რა აბსურდია? დროს სწრაფად გარბის. თითქოს ეს გუშინ იყო. ლაპარაკს სწავლობდი და აუპს მეძახდი შვილო. მითხარით. აისუნ ხანიმის შესახებ რისი მოყოლა გსურდათ? ჯერ ერთ შეკითხვაზე მიპასუხე. აისუნს როდის მოუყოლია, როგორი იყო ჰარუნ ბეი? ერთმანეთი როგორ გაიცნეს? მოუყოლია? იმის თქვა გინდათ, რომ მამა ჩემი აისუნს ემუქრებოდა და დაქორწინებას აიძულებდა? აისუნი ახალგაზრდა კაცს ხვდებოდა და ერთმანეთი ძალიან უყვარდათ. მამა ჩემი კი დაემუქრა. თუ მას ცოლად არ გაყვებოდა, მის საყვარელ ადამიანს მოკლავდა. ის კაცი მისი ადვოკატია. დემირი. ხო, დემირი.
რთული იყო, მაგრამ ტყუილად არ გიწვალია. ჰარუნი მოიშორე. ბაჰარი გზიდან ჩამოიშორე. შენ და დემირ შორის დაბრკოლება აღარ არსებობს. სიყვარული. ფული. ძალაუფლება. ყველაფერი გაქვს, რაზეც ოცნებობდი აისუნ. ახლა გამარჯვებით ტკბობა შეგიძლია. შენ ის დაიმსახურე. მობრძანდით. აისუნმა მოულოდნელად დამპატიჟა. ხომ არ იცი რა უნდა ვიზეიმოთ? ჩემთვისაც არაფერი უთქვამს, ალბათ ფილმის დაბადების დღეა. არა მგონია. საგულდაგულოდ მოემზადა ეთყობა მნიშვნელოვანი რამეა. როგორც ხედავთ, უახლოესმა ადამიანებმა მიღალატეს. მათ ხელში სათამაშო აღმოვჩნდი. საბოლოოდ ის მიიღეს, რაც უნდოდათ. აისუნსა და დემირს დღეს ნიშნობა აქვთ. ის ჩემს გამოსაცდელად მოვიდა, ნაძირალა. ვინ მოვიდა თქვენთან? რა მნიშვნელობა აქვს? ძალიან წუხვარ. ძალიან წუხვარ, რომ ამის გადატანა მოგიხდა. არც შენ და არც მამაშენს მსგავსი რამ არ დაგიმსახურებიათ. როცა საქმე აისუნს ეხება, აღარაფერი მიგვირს. ის ყველაფერს იკადრებს. თავისი ტყუილით გზა აგიბნია. მისი მონაყოლის სრული სიცრუეა. ჰარუნს ყველაზე კარგად მევიცნობდი, ის იყო თბილი, კეთილი, გულმოწყალი ადამიანი. ცხოვრებაში არავის აწყენინებდა. შენ კი გაღმერთებდა. ძალიან უყვარდი შვილო. ძალიან. საუკეთესო ადამიანი იყო. როგორ მინდა ამის დაჯერება, მაგრამ გველი აისუნისთვის არ უნდა დაეჯერებინა. სწორედ მან დაარწმუნა, რომ სწრაფად დაქორწინებულიყვნენ. მაშინ ჰარუნ ბეის დაცვას ვცდილობდი, მაგრამ აისუნმა თავისი ცბიერებით მტრებად გვაქცია. ქორწილის დილას მამაშენი სასტიკად მოკლეს თავისივე სახლში. დარწმუნებული ვარ, ჰარუნმა სიკვდილის წინ ინანა, რომ აისუნს ენდო. იმ ქალს მოერიდეს სასტიკი და საშიში ადამიანია. ყველაფერს იკადრებს. ჩემი აზრით აისუნს მამაშენის მკვლელობაში ბრალი მიუძღვის. აისუნსაც და შესაძლოა დემირსაც. არ გამიგვირდება თუ ეს ორივემ ჩაიდინა. დამიჯერე. ჰარუნის მკვლელობაში მათ ბრალი მიუძღოდეთ. არა. არა. ნამდვილად დავაგვიანებ. არა, არ დაგვიგვიანია. ღმერთო ჩემო. რა ზუსინებთ? დაუჩქარეთ. სტუბრებს ჰიძის ოჯახი უნდა დახვდეს დემირ.
მართალია აისურხანი მომთხოვა რომ ეს საიდუმლოდ შემენახა, მაგრამ არა უშავს. მე წავედი და ყველაფერს შეგატყობინებთ. არ გეშინია? ხომ შეიძლება ამ ყველაფერმა ისე ჩაგითრიოს, რომ იქიდან გამოსვლა ვეღარ შეძლო. მოდი დაივიწყე ეს ამბავი ძმაო და წავიდეთ აქედან. აისუნი ბეჭდით ხელში მარტო დავდობოთ. შემოსულელო. ბაჰარის დახმარება მხოლოდ ასე შემიძლია. მე და აისუნი შევთანხმდით და ჯერჯერობით მასთან თამაში მომიწევს. სამწუხარო რეალობა ასეთია. სამწუხაროდ. აისუნი საშიში ქალია. თუ ნებას დამრთავ, ყველაფერს ვიღონებ, რომ ის ვერ მოგიახლოვდეს. ვალდებული ვარ დაგიცვა. შენის განძი ხარ, რომელიც ჰარუნმა მოსავლელად მე დამიტოვა. უბედურება რომ მოხდეს, საკუთარ თავს ვერასდროს ვაპატიებ. ძალიან გთხოვთ. რაულფეი, ახლა ნუ რაფერს მთხოვთ. თქვენმა სიტყვებმა შემძრა. მიჭირს იმის გააზრება, რომ მამაჩემი უახლოესმა ადამიანებმა მოკლეს. თელს ხელში ჟრუანტელი მივლის. არა, ამის გააზრება შეუძლებელია. დრო მომეცით. უნდა დავფიქრდე. ყველაფერი ავწონდავწონო და გადაწყვეტილება მივიღო. ახლა ამისთვის მზად არ ვარ. კარგი, გასაგებია. კარგი. მოდი ასე მოვიქცეთ. შენ დაფიქრდი და როცა რამე გადაწყვეტილებას მიიღებ, შემატყობინე. ძალიან გთხოვ, როგორც კი რამე პრობლემა შეგექმნება, დამირეკე. ჩემთვის შვილი ვითხარ, ბაჰარ, და ყოველთვის დაგეხმარები. ეს გახსოვდეს, კარგი? ელფინ, წამოდი. იმდენი გემრიელი რამეა. აი ეს გასინჯე. არა, არ მინდა. შენი ბრალია, რომ ამის სატანა მიწევს აისუნ. სხვა გზა არ მაქვს. შენი წესებით უნდა ვითამაშო. ერთ დღეს კი ყველაფრის გამო პასუხს გაგებინებ. ცოტა ხნის წინ ქმარი დაეღობა. ის კი ასეთზე იმსაწყობს. ხო, როგორ არ ცხენია.
ქვრივი ქალია და ქმარს უნდა დასტიროდეს, ეს კი რა სჯადის? ჩვენს დროში ასეთი რამე დაუშვებელია. მართლაც, ჩემი ქმარი აქციონერთა სიაში რომ არ შედიოდეს, ახლავე წავიდოდი აქედან. Evet. შემოდით. Buradayım Hacer. აქ ვარ, ჰაჯერ. Ay. ღმერთო, რა ლამაზი ხართ. Maşallah. საოცრად გამოიყურებით. Bir kere maşallah. Çok güzel olmuşsunuz hanımım. ძალიან ლამაზი ხართ, აისონ ხანი. Hacer. გმადლობ, ჰაჯერ. Birbirinize o kadar çok თქვენ და დემირი ერთმანეთს ძალიან უხდებით. Mutluluğunuzu ღმერთმა არ მოგაკლოთ დიდი სიყვარული და ბედნიერება. Ya. ხო, Ne oldu Hacer? რა მოხდა, ჰაჯერ? Niye kıvranıp Rame duruyorsun magağılva? sen? Söyle ne პირდაპირ söyleyeceksen. მითხარი. Ay hanımım. აისონ ხანიმ. ასე დღეს ამის თქმა არ მინდოდა, მაგრამ თქვენი გაბრანჯული სტუმრების საუბარი მოვისმინე. ამბობდნენ ჰარუნ ბეის გარდაცვალების მერე ასე სწრაფად ზეიმს როგორ აწყობსო. ეს რომ გავიგე, მოყოლა გადავწყვიტე. თქვენ Kızmadın ხომ არ ბრაზობთ? Kızmadım. არა, არ ვბრაზობ. İlla ki birileri... ველოდი რომ ადრე თუ გვიან ამას ვინმე მაინც იტყოდა. Sen hiç merak ნუ etme. დარდობ, ჰაჯერ. Ben onları... ვიცი ის გველები როგორ უნდა გავაჩუმო. ნება მომიცით გაგისწოროთ. რა სილამაზეა. hadi. მურჯა, წადი, ჰაჯერ. წადი, ჰაჯერ. წავედი, მალე შევხვდებით. Hadi. წადი მეთქი, ჰაჯერ. მივდივარ. ბაჰარ, ბაჰარ, ყველაფრის ყიდვა მოვასწარით. წავიდეთ თუ მზად ხარ, პროდუქტები არ გაფუჭდეს. ხო, წავიდეთ. Bahar kızım. ბაჰარ, ძვირფასო. Bir şeyler yiyince kendine მეგონა სადილის მერე უკეთ გახდებოდი, მაგრამ ახლა უარესად გამოიყურები. Ah be güzel kızım. ძვირფასო, Bak aynı şeyleri სულ ერთსა და იმავეზე düşünüp ფიქრობ. kendini üzüyorsun. გულს იკლავ. Bırak artık რაც ağlamayı. მოხდა წარსულს ჩაბარდა. Biraz kendine ახლა söz საკუთარ ver თავზე kızım. იფიქრე. İyiyim ben. არაფერია. Kusuzluktan გადაღლის biraz ამბავია. dinleneyim geçer. Şimdi ona სუფთა ჰაერი მოგიხდება და უსიამოვნო ფიქრებს გაფანდავს. საფერფარეშოში გავალ. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. Gel canım. წამოდი.
Hoş geldiniz. მოგესალმებით. Mahmut Bey hoş ნება geldiniz. მომიცით ერთმანეთი გაგაცნოთ. დემირი, მაჰმუდ ბეი. ძალიან სასიამოვნოა. სმენია თქვენ შესახებ, აისუნ ჰანიმის ადვოკატი ხართ არა? დიახ. აისუნ ჰანიმი ძალიან გაქებდათ. თქვენთან მუშაობა საინტერესო იქნება. კარგ ადვოკატს ხომ ოქროს ფასი აქვს. Kusura bakmayın. მოდის გიხდით მაჰმუდ ბეი. Demir'i kimseye მაგრამ დემირი მხოლოდ მე მეკუთვნის. O benim. ჩემია. Zaten ახლა ის კომპანიის საქმეებითაა დაკავებული. Gel hayatım. წამოდი. Bir saniye beni მეგობრებო, ყურადღებას ვითხოვთ. Hepinize beni kırmayın. მადლობას Buraya გიხდით, geldiğiniz რომ için მოხვედით. çok teşekkür ederim. გმადლობთ. Hoş geldiniz. კიდევ მინდა რაღაც მოგახსენოთ. იმ ქალს მოერიდე. სასტიკი და საშიში ადამიანია. ყველაფერს იგადრებს. ჩემი აზრით, აისუნს მამაშენის მკვლელობაში ბრალი მიოძღვის. შესაძლოა დემირსაც. არ გამიკვირდება თუ ეს ორივემ ჩაიდინა. Eminim herkes. დარწმუნებული ვარ, ყველას გაინტერესებთ ამ სახლში რა მიზეზით შეკრიბეთ. Burada birazdan დღეს მე და დემირი დავინიშნებით. nişan törenimiz olacak. Şaşırdığınızın farkındayım. მესმის და იბენით. დიახ, მე და დემირი ერთად ვართ. თუმცა ჩემი ჰარუნის გარდაცვალებიდან მცირე დროა გასული. მესმის გიკვირთ. Kabul ediyorum. ვიცი, Her şey ეს როგორც გამოიყურება, მაგრამ durumun ერთი რამ ნუ გავიწყდებათ. nasıl göründüğünün de farkındayım. Ama şunu ყველაფერი რაც მზეზე ბრწყინავს, ცვირფასი არ არის. dışarıdan göründüğü gibi değildir. Benim არც ერთმა, son არც birkaç ერთმა ayda ne თქვენგანმა kadar არ büyük იცის, acılar çektiğimi რისი გადატანა მომიხდა. hiçbiriniz bilemezsiniz. არავინ. Ben Harun'u ჰარუნი sevmiştim. მიყვარდა. Tek hayalim ვოცნებობდი, onunla მას evlenip სოლად mutlu bir yuva გავყოლოდი და kurmaktı. ბედნიერად მეცხოვრა. Ama benim მაგრამ hayatımın ვერავინ en წარმოიდგენს, mutlu gününün ნანადრე ardından ქორწილის მეორე დღესვე en büyük ჩემი acıyı სიხარული yaşamamı hiçbiriniz რამ anlayamazsınız. წუხარებამ შეცვალა. Kocamı უცნობი ხალხი zalim ჩემს bir ქმარს cinayetle სასტიკად kaybettim. გაუსწორდა. Onun gidişiyle ამ birlikte ტრაგედიამ perişan გამანადგურა, hayata küstüm. ძალა წამართვა. ეს ცხოვრების დასასრული მეგონა. მე ჩვენებოდა რომ უფსკროლში ვარდებოდი. ერთ დღეს დემირმა Gelip ხელი გამომიწოდა.
და უბსკრული ნამოსლაში დამეხმარა. შერეფშვილო, კიდევ დიდი გზაა? არა, თითქმის მივედით. იმ ქალს უნდა მოერიდო. აისუნის სასტიკი და საშიში ადამიანია. ყველაფერს იკადრებს. ჩემი აზრით, აისუნს მამა შენის მკვლელობაში ბრალი მიუძღვის. შესაძლოა დემირსაც. არ გამიკვირდება თუ ეს ორივემ ჩაიდინა. დემირი ყოველთვის მხარში მედგა. მომხნევებდა. ის ჩემი მეგობარი იყო, თანამშრომელი კი არა. არ მომშორებია, როცა განვიცდიდი და ვკვდებოდი. ჰარუნის სიკვდილის შემდეგ ფეხზე სწორედ მან წამომაყენა. დემირი დამეხმარა, რომ თავი დაცულად და ბედნიერად მეგრძნო. ამის მერე ჩვენი ურთიერთობა მოულოდნელად სიყვარულში გადაიზარდა. სიბნელეს განთიადი მოსდევს. ალბათ ყველას გსმენიათ ეს გამოთქმა. დემირმა წყვდიადი სინათლედ მიქცია. ხომასია ძვირფასო. თვითონ იცით, სიყვარული მოულოდნელად მოდის, როგორც სიკვდილი. მას წინააღმდეგობას ვერ გაუწევ. ჩვენც დამნებდით ამოეცარ გრძნობას. დღეს მოგიწვიეთ, რომ ეს საზეიმო განწყობა თქვენც გაგიზიაროთ. თუ აქ არის ერთი ადამიანი მაინც, რომელიც არ იზიარებს სიხარულს და პატივს არ სცემს ჩვენს გრძნობას, შეუძლია წავიდეს. მე გამობედნიერებს იმ ადამიანების დარჩენა, ნამდვილი სიყვარულის რომ სჯერათ. გმადლობთ ყურადღებისთვის. შერეფ, იქ მოაბრუნე. მამულში აღარ წავალთ. რატომ? ბაჰარ, თუ ცუდად ხარ, საავადმყოფოში წავიდეთ. არა, ყველაფერი რიგზია. სად მივდივარ, შერეფ? ხომ თხოვე მოაბრუნე მეთქი. რა ხდება, ბაჰარ? ნუ მე წინააღმდეგები. გააკეთე, რასაც ვამბობ. დედა მეუბნებოდა. ცუდ სიზმარს რომ ნახავ, გამდინარე წყალს მოუყევი და არა კი ხდებაო. ახლა ყველა კოშმარი ცხადად მეკცა. ახლაც წყალს თუ მოვუყვები, ჩემს უბედურებას ხომ თან წაიღებს. რა სჯერს?
რა მოგივიდა ზუჰალ? ყველაფერი კარგადაა? Gönül Hanım'ın kızını ახლა ხან ზღვის სანაპიროზე გონული შვილი ვნახე, წყლის პირას იდგა და საკუთარ თავს ელაპარაკებოდა. ნეტავ რა აფორიაკებს ამ გოგოს. ახლა ხან ხომ ქორწილი ქონდა. ჰაზანზე ლაპარაკობ? Hazan'ı diyorum. ხო, მასე. Böyle მომიჩვენე რომ წყალში გადახტომას ფიქრობდა. Allah korusun. ნეტავ თავს არაფერი დამართოს. ჰაზანი ჭკვიანი გოგოა. ალბათ მოგეჩვენა. იმედია. ახმოვანებულია ტელეკომპანია იმედის მიერ.